ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯი ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ. უმწვავესი შეფასებები კეთდება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულ ახალ რეპრესიულ კანონზე. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით. გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია. ყაბელაშვილის ხელმოწერილი რეპრესიული კანონი არ აღმოჩნდა წინაღობა სამოქალაქო აქტივისტებისთვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც თვეზე მეტია რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში დგას, ამბობენ, რომ პროტესტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის არ შეჩერდება. ირაკლი ბახტაძე ჩაგორთება პირდაპირ ეთერში ამ თემით, გისმენ ირაკლი. სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ ერთადერთი კითხვა აქვს არალეგიტიმურ პრეზიდენტთან, ვინ ან რა ფორმით წაუკითხა კანონში შეტანილი ცვლილებები, რადგან სამოქალაქო საზოგადოებაში ერთხმად ხვდებიან იმაზე, რომ ამ კანონს ყაბელაშვილი ნამდვილად არ წაიკითხავდა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ცვლილებებს შეიტანდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამ კანონში, მისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ყოფილიყო კმაყოფილი და შესაბამისად ეს დავალება ყაბელაშვილმა ნამდვილად შეასრულა. რამდენიმე საათში ეგრეთ წოდებული ინაუგურაციიდან მიხეილ ყაბელაშვილმა ოფიციალურად გააფორმა დიქტატურა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მზედმიწევნით ახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და აქციის მონაწილეების მისამართით დევნას და დაშინებას, ამის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, მათ კარგად აქვთ უკვე გათვითცნობიორებული, რომ ოლიგარქის პარტია წავა მოქალაქეების დაკავებაზე და დაშინებებზე, რომლის არაერთი პრეცედენტი უკვე ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ იმას, რომ ბრძოლა გაგრძელდება. დღეს 33 დღეს უწყვეტი პროტესტის ისევ შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. არ ექნებათ პიროტექნიკა, არ იქნება ნიღბები, არ იქნება სხვადასხვა საშუალებები, რომელიც ხელისუფლებამ აკრძალა, თუმცა იქნება ქართველი ხალხი, იქ სადაც მუდმივად იდგა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი წყდებოდა. სწორედ ასეთია შეფასებები სამოქალაქო საზოგადოების, თუმცა აქტივისტები ამბობენ იმას, რომ ეს არის ნამდვილად რუსული კანონი. ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს სწორედ ამ კანონებით დაუპირისპირდეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა ქვეყნის მთავარ გამზირზე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის სამართალდამცველები და ის მოქალაქეები, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დასდევენ ადამიანებს, როცემონ და ამ ფორმით გაანეიტრალონ აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი აპირებენ ბრძოლას იქამდე, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ივანიშვილის სამართალდამცველებს ამ დრომდე პატიმრობაში ყავთ. ჩვენ ნახეთ, როგორ შეუძლია წერა-კითხვა და განსაკუთრებით კითხვა მიხეილ ყაბელაშვილს, საქართველოს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, თვითგამოცხადებულს და შესაბამისად ის, რომ მან გადახედა 28 კანონს წაიკითხა და მასში პრობლემები ვერ ნახა, ეს არის უბრალოდ სასაცილო, მით უმეტეს იმ კანონებს, რომელიც არის პირდაპირ რეპრესიული და სპეციალურად დაიწერა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მათ ვეღარ გამოიყენონ ნიღბები, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად იყენებენ მათ შორის აქციებზეც, ხო? ამ ნიღბებს და მხოლოდ აქციის მონაწილეებისთვის, რაღაცა კონკრეტული ადამიანებისთვის იქნება რაღაც კანონები ამ ქვეყანაში. შესაბამისად ეს რეპრესიები დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ქართული ოცნება არის უკვე აგონიაში შეშინებული, იმიტომ რომ ხვდება, რომ მისი დღეები არის დათვლილი. რეპრესიული კანონები, რომელიც თითქოს დღეს შევიდა ძალაში არალეგიტიმური პრეზიდენტის ხელმოწერით, არის ის, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ხანია და არის ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია რეპრესიული პოლიტიკისა, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ატარებს. მიზანი მთავარი მათი არის, რომ ჩვენ შეგვაშინოთ, მაგრამ ჩვენ ხალხს არალეგიტიმური ხელისუფლების და მათი არალეგიტიმური კანონების არ გვეშინია და ჩვენ რუსთაველის გამზირიდან ამ ბრძოლიდან ზოგადად არ გავალთ გამარჯვების გარეშე. ყველა აქვთ ამის იმედი ქართულ ოცნებაში, ვერც ამით და ვერც ბევრი სხვა რამით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებებს და პრინციპში ყაბელაშვილის მიერ მოწერილ დოკუმენტს დიდი უკმაყოფილება მოყვა რასაკვირველია ოპოზიციურ სპექტრში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, რომ მიხეილ ყაბელაშვილმა და მისმა დეპუტატებმა, რომლებიც ახლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან, აამოქმედონ ყველა გეგმა, რომელიც ხელს შეუშლის სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გამოხატონ პროტესტი. პირდაპირ ამბობენ ოპოზიციონერები, რომ ეს არის დიქტატურისკენ სვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ემსახურება მხოლოდ რუსეთს და მსგავსი კანონები მოქმედებს ოკუპანტ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელშიც პროტესტი უბრალოდ აკრძალულია.
დღეს დილიდან უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს. ამ კანონებით ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა. არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკან ხევს და ანადგურებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს, რომელსაც ასევე არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა პირველივე სამუშაო დღეს მოაწერა ხელი, წარმოადგენს რეპრესიების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც მიმართულია პროტესტების ჩაქრობისკენ და დემონსტრანტებზე ზეწოლისკენ, თუმცა ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს, რომელსაც ვერ გააჩერებს ვერანაირი არალეგიტიმური კანონები. სამართლებრივი თვალსაზრისით ალბათ უპრეცედენტო საკითხია დანაშაულის ჩადენამდე ადამიანის დაკავება და ამის ინფორმით განხორციელება, რა ფორმითაც ეს ასახულია ანუ ამ ცვლილებებში. აქ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც რეპრესიული ხასიათის მატარებელია და მე მქონდა რა თქმა უნდა მოლოდინი, რომ პირველი საკითხი, რასაც აველაშვილი ხელს მოაწერდა იქნებოდა ეს ცვლილებები კანონმდებლობაში. მაგრამ არაუშავს ამით არავინ არ შეშინდება. რეპრესიული კანონების ამოქმედების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება, ასეთია ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ კანონში ძალიან ბევრი ცვლილებაა შეტანილი, მათ შორის ის, რომ მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე არ შეეძლებათ სამედიცინო პირბადების მტარებაც კი, პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერების გამოყენებაც. ასევე ამ დოკუმენტში მიხეილ ყაველაშვილი, არალეგიტიმური პრეზიდენტი, ხელს აწერს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტს მოიხსნა სახელმწიფო დაცვა და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაცვის გარეშე დარჩება.